სახაროვას ქება კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის სუვერენული სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა. ის ირწმუნება, რომ დასავლეთი ცდილობს თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. თბილისის სწრაფვა გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა კოლექტიური დასავლეთის ყელში გაჩხერილ ძვლად იქცა, აცხადებს ზახაროვა. ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა, მან ციხე ელექტრონული სამაჯურით უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. კომპანია Green Service Plus-ის დირექტორს 6 წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს მიესაჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევაში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას ჭრილობა ყელში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა სოფელ აზავრეთში მოხდა. დამატებითი დეტალები მომხდარზე უცნობია. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი გახდა. რადაში სიტყვით გამოსვლისას კორეცკიმ განაცხადა, რომ მას სურს უკრაინის ახალი კაბინეტი იყოს თავდაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის მთავრობა.